მოგესალმებით. მისი თვალით დანახული თქვენ ეს თემა ვნახოთ, მოდით. შეგახსენებთ, რომ მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. თუ შევხედავთ, როგორც სტიქიას, ცეცხლისა და წყლის ენერგია უფრო იგრძნობა მეტი. მოგეხსენებათ, ცეცხლი გიზგიზებს, აქტიურია, ენერგიულია, ლიდერია, თავდაჯერებულია, უკან არასდროს არ იყურება, პირიქით. წინ და წინ მიდის. წყალი კი სულ სიღრმისეულ წვრილმანებს ეძიება, ემოციურია, სენტიმენტალური, გულჩათხრობილი, ეჭვიანი და სტრატეგი. წარმოიდგინეთ, წყვილში ეს რა იქნება? აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი გადაასხა. აქედან გამომდინარე, ან მართლა უნდა მიიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ან უნდა შეწყვიტოთ უბრალოდ ფართხალი დინების საწინააღმდეგოდ. მისი თვალით დანახული თქვენ კონტაქტური, კეთილშობილი ადამიანი ხართ, მომთხოვნი და კაპრიზულიც. არ გიყვართ, როცა ვინმე ცდილობს თქვენს მართვას. ასეთ დროს მომენტალურად ააშენებთ ძლიერ გადაულახავ კედელს. მისი თვალით დანახული თქვენ ზედმეტად ამაყი ხართ, რაც ურთიერთობას აზიანებს კიდეც. ის ფრთხილია, თქვენ თამამი, კატისებრი ნაბიჯებით ცდილობს ფრთხილად მიგიყვანოთ იმ დონემდე, როცა მისი მიმართულებით ყველაფერს გაიღებთ. პირდაპირ მნიშვნელობით. რენტგენში გატარებთ ეს ადამიანი ჩვეულებრივად რენტგენში, ჩუმად, იგნორით, თავისვე მეთოდებით, თulis რომ ფუფუნების მოყვარული ხართ. იქამდე არის ვენებ, სანამ ყველაფერი ის არ გექნებათ, რაც გინდათ. და რატომაც არა? კარგი ჰუმორი გაქვთ მისი აზრით, გადამდები, მაგრამ თუ გაბრაზდით, მერე აგრესიული ფორმებით გამოხატავთ საკუთარ თავს. მე უფრო ხელმომჭირნე ვარო, ამბობს ეს ადამიანი, თქვენ მეტად უფრო მფლანგველი, როგორც ჩანს. და განსხვავება რომ დავინახო, როგორც პოზიცია და ოპოზიცია ისე ხართ. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანმა მშვენივრად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება, აზრი, თუ როგორ გხედავთ საბოლოო ჯამში ის. რაც პატივისცემას იმსახურებს. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557-1673-53 Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები, ნუ მირეკავთ, მომწერეთ.